დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თუ თქვენ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად გახსოვთ, რომ ჩვენი გადაცემის აუცილებელი ნაწილი არის სამედიცინო სიახლე, რომელიც მტკიცებითი მედიცინით არის დადასტურებული. დღეს მე ერთი ფაქტი მინდა გაგიზიაროთ, ფაქტი, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ ჰიპერტენზიაში. კვლევა იყო მხარდაჭერილი ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების მიერ და რაც ძალიან საგულისხმოა, კვლევა ჩატარდა ორსულ ქალბატონებთან დაკავშირებით. შეისწავლეს ორსულობის დროს ქალბატონებზე მოქმედი ესა თუ ის სტრესორი და შესაბამისად შეაფასეს მათი ფსიქო-სოციალური სტრესის დონე. შემდეგ დააკვირდნენ ამ ქალბატონების მდგომარეობას მშობიარობიდან 4 წლის განმავლობაში და შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს და პრაქტიკულად იყო სრულიად უჩვეულო თავისი გამოვლინებით იმ მარტივი მიზეზის გამო. მკვლევრებმა დაადგინეს პირდაპირი კავშირი ორსულობის დროს გადატანილ სტრესსა და მშობიარობიდან პირველი წლის განმავლობაში მაღალ წნევას შორის და ზოგადად ქალის ჯანმრთელობაში ისეთ რისკთან კავშირზე მიუთითეს, როგორიც არის ორსულობის დროს სტრესი და შემდგომ გულის ზრდა დაავადების მხრივ გაზრდილი რისკი. ეს არის ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გვაფიქრებინებს, არის თუ არა ორსულობის დროს ქალის გულსიზრდა სისტემა განსაკუთრებით გასაფრთხილებელი. რატომ არის დასაცავი ქალი ორსულობაში სტრესისგან განსაკუთრებით იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მას ჯანმრთელობის მაღალი რისკი არ ჰქონდეს. დღეს ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ გადაცემაში, უკვე მოგვიანებით ჩვენ სტუმართან ერთად. ცვლილება მოითხოვს შეგუებას და ადაპტაცია გაერთიანებულია დღეს როგორც რეაქცია ორგანიზმისა, ისე იმ ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც ამ ცვლილებებს იწვევს და დღეს ჩვენთვის ცნობილია როგორც ტერმინი სტრესი. უარყოფითი სტრესის, დისტრესის, ცუდი სტრესის შემთხვევაში იწყება განგაში, შემდეგ წინააღმდეგობა, შემდეგ გამოფიტვა და ეს სამი სტადია არის ორგანიზმისათვის აუცილებელი ეტაპი იმისათვის, რომ გადალახოს სხვადასხვა ცვლილებით გამოწვეული წინააღმდეგობა. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გულსიზრდა სისტემის როლი. ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რომელიც გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, ევროპის გულსიზრდა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კარდიოლოგი ბატონი ზურაბ გლემიაშვილი. დილამშვიდობისა ზურა. დილამშვიდობი. მიხარია თქვენი სტუმრობა ახალ სივრცეში. დავძანდით. მადლობა. პირველ რიგში მინდა მოგელოცოთ ახალ სივრცეში გადმოსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საჭიროა და რაც მთავარია პრაქტიკულ ინფორმაციას მიიღებს თქვენგან მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა და ერთი თავარი საკითხი, რომელიც თითქოს მარტივად გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ბადებს კითხვას სტრესი და გულსიზრდა სისტემა. როდესაც ჩვენ საუბრობთ, თითქოს გასაგებია ყველასთვის ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშე, რატომ შეიძლება სტრესი იყოს ბევრი პრობლემის სათავე. მაგრამ რა განსაკუთრებული სამიზნეა ასეთ შემთხვევაში გულსიზრდა სისტემა? პირდაპირ სამიზნეა, მოდით თავიდანვე მარტივად ვთქვათ. ადამიანის ორგანიზმი ხომ საოცრად არის მოწყობილი და ჩვენი ცხოვრებაც ხომ სტრესის გარეშე არ არსებობს. სტრესი, როგორც უკვე ახსენეთ, არის შეიძლება იყოს პოზიტიური, ანუ დადებითი და შეიძლება უარყოფითი. ყველაზე მნიშვნელოვანია ხანგრძლივობა, რამდენ ხანს გრძელდება ეს სტრესი და რაც მთავარია, თვითონ ორგანიზმი რამდენად მზად არის კონკრეტულ შემთხვევაში სტრესის შეგუებისთვის, სტრესის დროს შესაბამისი პასუხისთვის და ზუსტად მაშინ, როდესაც სტრესი არის გახანგრძლივებული და სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება მუდმივ სტრესში არის, ეს უნდა ვთქვათ. ამ შემთხვევაში თუ ორგანიზმს აღარ აქვს ის საკმარისი რეზერვები, რომელიც სტრესის დროს მის გასამკლავებლად ჭირდება, აი ამ შემთხვევაში უკვე გულსიზრდა სისტემა არის ზუსტად ერთ-ერთი პირველი სისტემა, რომელიც გამოავლენს პრობლემებს ჯანმრთელობის კუთხით და ის არის პასუხისმგებელი ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის კუთხით შესაბამისი დაავადების წარმოჩინების. ასეთ შემთხვევაში ზუსტად გულსიზრდა სისტემა არ არის მხოლოდ გული.
გულსახმთა სისტემა მოიცავს მთელ ორგანიზმს. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული, ნერვული სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემა, თავის ტვინი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელები, მხედველობა და ყველაფერი, სიძაღვრები ყველგან მიდის. ამიტომ შესაბამისად, იქ სადაც ყველაზე სუსტ რგოლს იპოვის კონკრეტულ შემთხვევაში სტრესი, აი იმ კუთხით გამოვლინდება ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა. რატომ გაჩნდა იდეა, რომ დაეკავშირებინათ ორსულობის დროს სტრესი და გულსიზრდაღვთა სისტემის პასუხი, არა უბრალოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს რომ ადამიანი ნერვიულობს და წნევა უწევს, თითქოს ამაში გასაკვირი აღარც არაფერია, იმიტომ რომ ადამიანები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ძალიან ხშირად ქრონიკული სტრესის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით, მაგრამ გაირკვა, რომ თურმე ორსულობის დროს შეიძლება არ იყოს მძაფრი კლინიკური გამოვლინება, მაგრამ გადატანილი სტრესი შეიძლება იყოს წინაპირობა იმისა, რომ მოგვიანებით იქნება მაღალი წნევის ეპიზოდები და რისკი შეექმნება გულსიზრდაღვთა სისტემას გრძელვადიან პერსპექტივაში. თითქოს დაუჯერებელია, არა და კვლევა ამას ადასტურებს. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, მარი და ძალიან აქტუალურს და ძალიან პრაქტიკულს, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმოთ დღევანდელ ცხოვრების რიტმში. კი ბატონო, სტრესი ეს არის ასე ვთქვათ, დროის მოკლე პერიოდში არსებული სტრესზე ორგანიზმს აქვს თავისი პასუხი, ასე ყისიერი და ეს ორგანიზმის ჩვეულებრივი ფიზიოლოგია, სხვანაირად ადამიანი და სიცოცხლე ვერ იარსებებდა, ხომ? როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ სტრესზე ორგანიზმი პასუხობს ადეკვატურად, ამ შემთხვევაში არანაირი, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური დარღვევა არ ვლინდება. მაგრამ აი საინტერესო ის, რაც თქვენ თქვით, რომ დროის გასვლის შემდგომ შეიძლება ამ თუ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა წარმოჩინდეს, ეს ძალიან საყურადღებოა. სხვათა შორის მინდა ხაზზე გავუსვა, რომ ბოლო სახელმძღვანელო ებში არტერიული ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი წნევის რის ფაქტორების განხილვისას ცალკე გამოიყო სტრესი როგორც დამოუკიდებელი რის ფაქტორი და ეს აღიარებული იქნა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რის ფაქტორი, ისე როგორც სხვა ისეთი ცნობილი რის ფაქტორები, როგორც არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ვთქვათ, ხომ? კვებითი დარღვევები, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, დინამია, ხო? ასევე ძილის არასრულფასი და ასე შემდეგ და უამრავი ყველასთვის, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ყველასთვის. აი შეხება ორსულობა, ეს ძალიან საინტერესო თემა. თვითონ ორსულობა როგორც უკვე ბოლო პერიოდში აქცენტები კეთდება, ხოლმე ერთგვარი სტრეს ტესტი არის ჯანმრთელობისთვის და თუ რაიმე ჯანმრთელობის მიმალური პრობლემა, აი ორსულობა არის ზუსტად ერთ-ერთი ტესტი ამ პრობლემის გამოვლინებისა. მაგრამ თქვენაც თქვით, რომ ორსულობის დამთავრების შემდგომ, ანუ მშობიარობის შემდგომ გამოვლენილი წნევის მატება საუბარია მყარ მატებაზე, არა ერთჯერად მატებაზე, რასაც არქმევენ არტერიულ ჰიპერტენზიას, როგორც უკვე პრობლემას. აი ეს უკვე ცალკე საკითხია და ძალიან საინტერესოა. ის რომ ორსულობის პერიოდში არსებული წნევის მატება პრობლემაა და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, ამაზე უკვე დიდი ხანია მედიცინა საუბრობს და უკვე შესაბამისი გადაწყვეტის გზებიც გვაქვს ამა თუ იმ ფორმით. ხომ არსებობს სხვადასხვა ვარიანტები არტერიული წნევის მატების ორსულობამდე, ორსულობის პერიოდში. სხვათა შორის აი ორსულობის ჰიპერტენზია, როდესაც ორსულობა მთავრდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ორსულობის ჰიპერტენზია ქრება. ანუ აღარ არის შემდგომ გარკვეული კვირების შემდგომ ეს ლაგდება, მაგრამ აქაც საინტერესო ისა, რომ ესეთი ქალბატონები, ვისაც ჰქონდა მსგავსი ეპიზოდი ორსულობის შემთხვევაში, ითვლებიან მაღალი რისკის პაციენტებად შემდგომში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებისა და მათ უმრავლესობაში გარკვეული წლების შემდგომ, როგორც წესი, ეს პრობლემა ვითარდება. რაც შეეხება კიდევ უფრო საინტერესო ნაწილს, იმ ქალბატონებში, იმ ორსულებში, სადაც არ იყო ჰიპერტენზია ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ, აი ერთი წლის განმავლობაში, როგორც თქვენ კვლევა ახსენეთ, გამოვლინდა არტერიული წნევის მატება, მყარი, ანუ ჰიპერტენზია. ეს უკვე ცალკე საგანია შემდგომი დაკვირვებების და კვლევების. რამ გამოიწვია, რატომ მივიღეთ? თვითონ ორსულობა ხო ცალკე ფიზიოლოგია, ცალკე განსაკუთრებული მდგომარეობა არის ადამიანის, ქალბატონის. ამ დროს პრაქტიკულად იცვლება სისხლის მიმოქცევის სისტემა ორსულობის პერიოდში, რადგან
ამ შემთხვევაში გულს და სიძარღვებს უკვე ორმაგი დავალება აქვთ, როგორც დედის, ისე უკვე ნაყოფის სითხმომარაგება, შესაბამისი ნივთიერებებით კვება და მთელი ფიზიოლოგიური ძვრები ხდება ქალბატონებში, ეს არის სითხის მოცულობის, სისხლის მოცულობის მატება, გულის მუშაობის გაძლიერება, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა, ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგია. პირველ ხანებში სხვათა შორის იმის გამო, რომ პერიფერიულ სიზარღვებში წინააღმდეგობა მცირდება, ესეც ფიზიოლოგიურად ორსულობასთან მიმული ფიზიოლოგიური პროცესია, შესაბამისი მიზნით, რა თქმა უნდა. წნევა ცოტა ქვეითდება ფიზიოლოგიურად. ორსულობის უკვე ბოლოსკენ, როდესაც უკვე მშობიარობას უახლოვდებით, ის უბრუნდება თითქმის საწყის იმას და ორსულობის თვითონ მშობიარობის პერიოდში გარკვეული მატება, ესეც ფიზიოლოგია, მაგრამ შემდგომ როგორც კი მშობიარობა ხდება, ორსულობა მთავრდება, ის ნელ-ნელა ძალიან მალე სხვათა შორის აქ დღეებზეა საუბარი, ნუ მაქსიმუმ რამდენიმე კვირაზე ორგანიზმი თავის ჩვეულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უბრუნდება. მაგრამ იმ ქალბატონებში, სადაც ეს სტრესი, როგორც თქვენ ახსენეთ, აღმოჩნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი საუბარია სოციოეკონომიურ სტრესზე, რაც ჩვენი ცხოვრება დღეს, ხო? რეალობა არის. დღეს აი იმ ქალბატონებში აღმოჩნდა, რომ ძალიან გაიზარდა უკვე მშობიარობის შემდგომ ჰიპერტენზიის დაფიქსირებით. აქ რამდენიმე ფაქტორი შეიძლება ხაზი გავსვა და ვიფიქროთ. არც თუ ისე იშვიათია, როდესაც არასათანადო ყურადღების გამო ორსულობაში იპარება დიაგნოზი და იქ ასე ვთქვათ ვერ იჭერს ექიმი და თვითონ ადამიანის პაციენტის ორსულიც რომ მას მოემატა წნევა. ეს ერთი ნაწილია, ანუ გაპარვა ინფორმაციის დიაგნოზი. თუმცა ამ კვლევაში ასეთი რამ გამორიცხული იყო, იმიტომ რომ ის ქალბატონები ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იყვნენ კვლევის და გამო, ხო? და სხვა, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკვე სტრესის, გახანგრძლივებული სტრესის ზემოქმედება თვითონ ორსულობის პერიოდში, თვითონ მშობიარობა ხო თავისთავად სტრესია და შემდგომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში რა ხდება ამ შემთხვევაში? ორგანიზმის პასუხი სტრესზე რა არის? ეს არის შესაბამისი ჰორმონალური სისტემების აქტივობა, როდესაც სტრესი გახანგრძლივებულია. ამ სისტემების აქტივობაც დროში გაწელილია, მათი პირდაპირ დავალება სიზარღვებზე არის, რომ ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, ტონუსში, დიახ, და სიზარღვების ტონუსის მატება თავისთავად ფიზიოლოგურად იწვევს წნევის მატებას. როდესაც ეს დროში გახანგრძლივდა, შესაბამისად ვიღებთ წნევის გახანგრძლივებულ მატებას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად აი ასეთი კავშირისა, ორგანიზმს მაინც საოცარი უნარი აქვს, დიდი რეზერვები აქვს, რომ აი ასეთი თუნდაც გახანგრძლივებულ სტრესს გაუმკლავდეს. მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში, იქ სადაც სიზარღვები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი. თუ საუბარია ხანდაზმულებში, იქ სხვა თემა არის, ხო? ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მაინც ამ კვლევას შემდგომი გაგრძელება ექნება იმისთვის, რომ მიზეზები გარდა სტრესისა, სხვა და ჯაჭვი აი ამ რგოლში გამოავლინო. ეს ხომ ყველა ქალბატონს არ აქვს, რომ მიუხედავად სტრესისა შემდგომ ჰიპერტენზია გამოვითარს. ანუ იქ აუცილებლად იქნება კიდევ დამატებითი ფაქტორები. სხვათა შორის ეს კვლევა მე გადავავლე თვალი და ამერიკაში ჩატარებულია. კვლევებში ყოველთვის ითვალისწინებენ ბევრ ნიუანსს. ამ შემთხვევაში ის ლათინურ მოსახლეობაზე, ესპანურ მოსახლეობაზეა ჩატარებული, ესპანურად მოსახლეობა და ერთი ხაზგასმაც თვითონ ეს პოპულაცია, ვიზეც ჩატარდა, შედარებით დაბალშემოსავლიანი. ამ ფაქტორებს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ფსიქოსოციალური ტვირთი სტრესისა ძალიან მაღალია. კიდევ განსაკუთრებულ სტრეს პლუს დამატებით ფაქტორს ქმნის და აქედან თუმცა თვითონ მოცემულობა ძალიან საინტერესოა. ამიტომაც არის, რომ თვითონ ყველა სახელმძღვანელოში ჰიპერტენზიის სტრესი როგორც ასეთი რისკ ფაქტორი გამოიყო და მას დამოუკიდებელი კატეგორია მიენიჭა. რა მნიშვნელობა აქვს აი ამ თუნდაც აი ამ შედარებით მცირე ტიპის კვლევას, რომელსაც მე ვფიქრობ აუცილებლად მოყვება შემდგომი გაგრძელება, დაკვირვება დროის განმავლობაში. საუბარია ამ კვლევაში იმაზე, რომ პირველი წლის განმავლობაში ინახა წნევის მყარი მატების სტატისტიკა ამ ქალბატონებში, სადაც მაღალი იყო სტრესის ფონი, დეპრესიის ფონი. ეს ერთი კუთხით
ჩვენ ყველას გვაფრთხილებს განსაკუთრებით ოჯახს, განსაკუთრებით საახლობლო წრეს, რომ ორსული განსაკუთრებული ორსულობა, განსაკუთრებული მოცემულობა, განსაკუთრებული შემთხვევა და ქალბატონს განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში სჭირდება მხარდაჭერა. მხარდაჭერა გულისხმობს ოჯახის მხარდაჭერას, მხარდაჭერა გულისხმობს სამეგობროს, სოციუმის ზოგადად საზოგადოების მხარდაჭერას იმისთვის, რომ ისედაც მისთვის არსებული სტრესი ორსულ განსაკუთრებით პირველი ორსულობით, როდესაც გამოცდილება ნაკლებია, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მით უმეტეს მე პირადად ისეთ დაწესებულებაში ვარ, სადაც სამშობია როცა არის და ხშირად მიწევს შეხვედრა ორსულებთან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში ჩვენი კუთხით არის პირველ რიგში ჰიპერტენზიის გამოვლენა, ანუ არ გაგვეპაროს ეს მოცემულობა. მე აღარ ვსაუბრობ სხვა გულსახელთა პრობლემებზე, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სასაუბრო თემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მართალია მოკლე, მაგრამ ძალიან ტევად საუბარში მიხვედით თავარ ფრაზასთან, რომლითაც ყოველთვის იწყებთ და ამთავრებთ ხოლმე, ასრულებთ ხოლმე ჩვენთან სტუმრობას, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ გულს და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გასაფრთხილებელი აღმოჩნდა ორსული ქალბატონის გული და გულსიზრდათა სისტემა იმ რისკებისაგან დასაცავად, რასაც ქვია სტრესი და მისი შორეული შედეგები. ძალიან დიდი მადლობა ზურა ჩვენთან სტუმრობისთვის, მრავალწლიანი მეგობრობისთვის და ახალსახლობის გაზიარებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ევროპის გულსიზრდათა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კარდიოლოგი ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი. ჩვენ კვებით შუქნიშნით დავასრულებთ. ტრადიციული კვებითი შუქნიშანი, როგორ შეიძლება აღვიქვათ დღევანდელ თემასთან კავშირში ორსულობა და ჰიპერტენზია. ერთი შეხედვით ძნელად წარმოსადგენია, რომ ადვილად მივაგნოთ გასაღებს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორი, როგორიც გახლავთ მარილი. დიახ, მარილი და ორსულობა საგულისხმო ურთიერთობა მარტივი მიზეზის გამო. მარილის ჭარბი მოხმარება ნიშნავს გაძლიერებულ წყურვილს. ეს ნიშნავს გაძლიერებულ რისკს შეშუპების განვითარებისა, ბოლოს და ბოლოს მაღალი წნევის ჩამოყალიბებისა. და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შეცვლილი გემოვნება და ძალიან ბევრი ორსული, ალბათ ახლა ვინც გვისმენს, ან ვისაც ეს მდგომარეობა უკვე გადატანილი აქვს, გაიხსენებს, როდესაც მლაშე პროდუქტები ენატრება, როდესაც მლაშე მარილიანი ხილეული ურჩევნია, როდესაც სხვადასხვა სახის მწნილი ურჩევნია, როდესაც შებოლილი ხორცი ურჩევნია. ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ამ ტიპის სასუსნავი განსაკუთრებით ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს მარილით და ნაცვლად ასეთი სასუსნავისა გამოიყენეთ, მაგალითად, ნედლი ხილი და ბოსტნეული. არ არის თანაბარი შემოთავაზება, არ არის ისეთი აღმძვრელი სუნის და გემოსი, ჩემი მიერ შემოთავაზებული სასუსნავი. შესაძლოა, მაგრამ გაითვალისწინეთ თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი ყოფის ჯანმრთელობა, თქვენი შვილის ჯანმრთელობა. მით უფრო რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ორსულისათვის მარილის მოხმარება იმდენივე უნდა იყოს და არა უმეტეს, ვიდრე პრაქტიკულად ჯანმრთელი ზრდასრული შემთხვევაშია ნებადართული. ეს არის დაახლოებით 1 ჩაის კოვზი მარილი, ჯამური რაოდენობა, რომელიც არის დამატებული კერძებში და რომელიც არის პროდუქტებში. ასეთ შემთხვევაში ვარაუდობთ 5-6 გრამ სუფრის მარილს, ანუ დაახლოებით 2300-2400 მილიგრამ ნატრიუმს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი მთელი ორსულობის განმავლობაში, გასათვალისწინებელია ორსულობის დადგომამდე და თქვენ წარმოიდგინეთ ლოგინობის ხანაში იმისათვის, რომ ქალის ჯანმრთელობა იყოს დაცული და არ მოხდეს დამთხევა სტრესის, ქალის ჯანმრთელობის რისკის და არტერიული ჰიპერტენზიის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.